ადამიანს და საზოგადოებას? მშვიდობა და ერთობა და ურთიერთსიყვარული. მეტი რა უნდა უთხრათ. და ნუ აყვებიან რათა მოარულ რათა ჭორებს და ავიცი ფეიკებს რო ეძახიან ახლა კიდე ხო ყალბ რა ინფორმაციას აი ეგ არის ისომ ჩვენ ყველას გვინდა დამოუკიდებლობა ყველას გვინდა თვითყოფა და შენარჩუნება ჩვენი ღირსების დაცვა ეს ბუნებრივი არის მაგრამ სხვადასხვა ხდება ამის შეფასება აი უნდა დავждეთ ერთად და შეთანხმდეთ ეს ჩვენი შეფასებათა სისტემა და დავიყვანოთ ერთ მნიშვნელზე. ეს დიალოგით ხდება და არა დალადობით თავდასხმით მთავრობის სახლზე. თორე ეს არის დიდი დანაშაული. რამდენი დანაშაულია? ამ სახლში თუ სასახლეში თუ რაც არის ხო? რამდენი თავრობა იყო უკვე? ხო. ეს სახლი მთავრობის არის და არა რომელიღაც კერძო პირის. აიტომ ჩვენ თუ კერძო პირთან გვაქვს ბრძოლა, იმის სახლთან და მთავრობის სახლი ყველა საერთო არის. და ეს არის უგუნურება, როცა იმის დანგრევა გვინდათ, იმის შეურაცხყოფა გვინდა. ეს არის გაუგებრობა სული. ეხლა თქვათ შეიძლება მთავრობა ახალი მოვა და ამ შეგინებულ სახლში უნდა შევიდეს, ხო? აი რამდენად შეიძლება დემაგოგიამ გონება აურიოს ადამიანებს. არის დღეს არსებობს ერთი მშვიდობიანი მეთოდები, ფორმები აზრის გამოხატვის და თუ მართლა ეს არის ერის მოთხოვნა, თუ შესაბამისი იქნება მიღებული. ნუ ქართველებს ორი კვირა ახასიათებს. ერთი შეიძლება დალდობად გადავიდნენ ყველაფერი კაცდა. მეორე შეიძლება ხუროში გადაიყვან და ეს ფეხბურთს თამაშობდნენ იქა. და კი თამაშობდნენ თუ ფრენბურთი, კალათბურთი, ხოცხის კალათაში ნუესწრებენ. ნუ ხო თავის კალათაში. ზეიზრუნო და მათ ჩვენ კალათაში იყოს, ჩვენ ქვეყნის კალათაში ბარაკა იყოს, მშვიდობა იყოს და ურთიერთსიყვარული.